თავი მეორე. გავბრუნდით და გავწიეთ უდაბნოსკენ მეწამული ზღვის გზით, როგორც მითხრა უფალმა. დიდხანს ვუარეთ სეყირის მთას, ასე მითხრა უფალმა. გეყოფათ ამ მთის შემოვლა, ჩრდილოეთისკენ გაბრუნდით, ასე დაარიგე ხალხი. ახლა თქვენი ნათესავების, ესავიანთა სეყირის მკვიდრთა საზღვარზე მოგიწევთ გავლა. მათ შეეშინდებათ თქვენი, თქვენ კი ძალზე ფრთხილად იყავით. ნუ წაეკიდებით მათ, რადგან ფეხის ერთ დაბიჯებასაც არ მოგცემთ მათი ქვეყნიდან, რადგან ესავს მივეცი სამკვიდროდ სეყირის მთა. საჭმელი შეიძინეთ მათგან ვერცხლით და ჭამეთ, წყალიც იყიდეთ მათგან ვერცხლით და სვით. რადგან უფალმა შენმა ღმერთმა გაკურთხა ყველა საქმეში, უწყოდა შენი გზასავალი ამ დიდ უდაბნოში. ეს 40 წელიწადი შენთან არის უფალი და არაფერი მოგკლებია. ჩაუარეთ ჩვენს ნათესავებს ესავიანებს, სეყირის მკვიდრთ ყორაბის გზით ელათიდან და ელიონ გაბერიდან. მერე გავბრუნდით და მოაბის უდაბნოს გზას დავადექით. მითხრა უფალმა, ნუ გადაემტერები მოაბს და ნუ გამართავ ომს, რადგან არ მომიცია თქვენთვის სამკვიდრო მათი ქვეყნიდან, რადგან ყარი ლოტის შთამომავლებს მივეცი სამკვიდროდ. ადრე იქ ემიელები ცხოვრობდნენ, დიდი მრავალრიცხოვანი და ტანმაღალი ხალხი ყანაკელებთან მსგავსად. რეფაიმებად ითვლებოდნენ ისინიც, ისევე როგორც ყანაკელები, მაგრამ მოაბელები ემიელებს უწოდებდნენ მათ. წინათ სეყირში ხორიელები ცხოვრობდნენ, მაგრამ ესავიანებმა აჰყარეს ისინი და გადააშენეს და დამკვიდრდნენ მათ ნაცვლად, როგორც მოექცა ისრაელი თავის სამკვიდრებელ ქვეყანას, რომელიც მისცა მას უფალმა. ახლა ადექით და გადადით ზარედის ხევს. ჩვენც გადავედით ზარედის ხევს. 38 წელი მოუნდით კადეშ ბარნიადან ზარედის ხევამდე მისვლას და ამასობაში გაწყდა ბანაკში მებრძოლთა მთელი თაობა, როგორც დაფიცებული ჰქონდა მათთვის უფალს. უფლის ხელიც იყო მათზე, რომ სრულებით გამწყდარიყვნენ ბანაკში, ვიდრე არ გაწყდნენ. როცა მთლიანად გაწყდნენ მებრძოლები ერში, ასე მელაპარაკა მე უფალი. ახლა შენ გადიხარ მოაბის საზღვრებიდან ქალაქ ართან და უახლოვდები ყამონელთა ადგილებს. ნუ მტრობთ მათ და ნუ წაეკიდებით, რადგან არ გაძლევ ყამონელთა ქვეყნის ადგილებს სამკვიდროდ, რადგან ლოტიანთათვის მაქვს მიცემული სამკვიდროდ. ისიც რეფაიმთა ქვეყნად ითვლება. წინათ რეფაიმები ცხოვრობდნენ იქ, ამონელნი კი ზამზუმიელებს უწოდებენ მათ. დიდი მრავალრიცხოვანი და ტანმაღალი ხალხი იყო ყანაკელებივით. გაწყვიტა ისინი უფალმა მათ წინაშე, აჰყარეს ისინი და მათ ადგილას დასახლდნენ. ასევე უყო ესავიანებს სეყირის მკვიდრთ, რომელთა წინაშეც გაწყვიტა ხორიელები. აჰყარეს ისინი და დღემდე მათ ადგილას ცხოვრობენ. გაწყვიტეს ყავიელები, რომლებიც ცხოვრობდნენ დაბებში ღაზამდე. ქაფთორელები, რომლებიც ქაფთორიდან გამოვიდნენ და დასახლდნენ მათ ადგილას. ადექით გასწიეთ და გადალახეთ არნონის ხევი. იცოდე შენს ხელს ჩამიგდია სიხონი, ეშბონის მეფე, ამორეველი და მისი ქვეყანა. დაიწყე დამკვიდრება, ბრძოლა გაუმართე მას. დღეიდან შიშსა და ძრწოლას მოგვრით თქვენით ხალხებს ცისქვეშეთში. ვინც კი გაიგებს შენს ამბავს, შიშის ზარი დაეცემა ყველას. გავგზავნე მოციქულები კედემოთის უდაბნოდან სიხონს, ხეშბონის მეფეს და დავაბარე სათქმელად სამშვიდობო სიტყვები. გამატარე შენს ქვეყანაზე, მხოლოდ გზებზე ვივლი, არც მარჯვნივ გადავუხვევ, არც მარცხნივ მეთქი. საჭმელი მომყიდე ვერცხლზე და შევჭამ. წყალიც ვერცხლზე მომეცი და დავლევ, მხოლოდ ჩემი ფეხით გავივლი მეთქი. ისევე როგორც მომექცნენ ესავიანები, სეყირის მკვიდრნი და მოაბელები ყარის მკვიდრნი. ვიდრე იორდანის გაღმა გავიდოდე იმ ქვეყანაში, რომელსაც გვაძლევს უფალი ჩვენი ღმერთი. მაგრამ არ გაგვატარა სიხონმა, ხეშბონის მეფემ, რადგან გაუსასტიკა სული უფალმა შენმა ღმერთმა და გული გაუქვალა, რომ თქვენს ხელში ჩაეგდო იგი, როგორც დღეს ხედავ. მითხრა უფალმა, იცოდე, უკვე დავიწყე სიხონისა და მისი ქვეყნის შენთვის მოცემა. შეუდექი მისი ქვეყნის დასაკუთრებას. გამოვიდა სიხონი მთელი თავისი ხალხით იახცაში ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად. ხელში ჩაგვაგდებინა იგი უფალმა ჩვენმა ღმერთმა და ჩვენც დავამარცხეთ იგი, მისი შვილები და მთელი მისი ხალხი. მაშინ დავიპყარეთ მისი ყველა ქალაქი. ავაოხრეთ ქალაქები და გავწყვიტეთ მცხოვრებნი, დიდი ან პატარიანა. არავინ დაგვიტოვებია ცოცხალი. ოღონდ საქონელი წამოვასხით და სხვა ნადავლით წამოვიღეთ დაპყრობილი ქალაქებიდან. ყაროყერიდან, რომელიც არნონის ხევზე მდებარეობს და ხეობის ქალაქიდან გალაადამდე, არ შეგვხვედრია ქალაქი, მიუდგომელი რომ ყოფილიყო ჩვენთვის. ყველაფერი მოგცა უფალმა ჩვენმა ღმერთმა.
ოღონდ არ მიდგომი ხარ ყამონიანთა ქვეყანას, იაკობის ხევის ნაპირებს, მთის ქალაქებს და ყველა იმ ადგილს, რომლის აღებაც აგვიკრძალა უფალმა ჩვენმა ღმერთმა.